საღამო მშვიდობის არის Open Media-ის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის რუსეთის მხარეს საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საბაჟო პუნქტის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, გზა უამინდობის გამო დაკეტილია და ამჟამად რიგში 2553 ავტომობილი დგას. ქართულ მხარეს ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე 452 სატვირთო მანქანა ფიქსირდება. სომხური მხარის განსაკუთრებულ შეშფოთებას თხევადი გაზის მიწოდების საკითხი იწვევს. სულ რამდენიმე დღეში ფასები 40% გაიზარდა. ასეთმა მკვეთრა ინფლაციამ დაარტყა სოფლის მეურნეობის, ავტოტრანსპორტსა და მცირე ბიზნესს, რამაც არამხოლოდ სოციალური, არამედ სერიოზული ეკონომიკური შედეგებიც გამოიწვია. თავის მხრივ სომხეთის ეკონომიკის მინისტრი თხევადი გაზის ბაზარზე ფასების შესწავლას ითხოვს. გევორგ პაპოიანმა კონკურენციის დაცვის კომისიას მოუწოდა შეისწავლოს თხევადი გაზის ბაზარზე ბოლოდროინდელი ფასების ცვლილებების საკითხი. ამის შესახებ მან თავის Facebook გვერდზე დაწერა. პაპოიანის თქმით, ქვეყანაში საწვავის იმპორტი აღდგა და მხოლოდ გუშინ სომხეთში თხევადი გაზით დატვირთული 77 ავტომობილი შემოვიდა, ხოლო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 331. მინისტრი მიანიშნებს, რომ მიწოდების აღდგენის ფონზე მაღალი ფასების შენარჩუნება შესაძლოა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევაზე მიუთითებდეს. იმის გათვალისწინებით, რომ მიწოდების შეფერხებები ჯერ კიდევ ივნისის ბოლოდან შეინიშნება, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების გამწვავებისა და სატრანსპორტო საკითხების ზეწოლის ფონზე სიტუაცია მოითხოვს არამხოლოდ ოპერატიული რეაგირებას, არამედ ღრმა პოლიტიკურ შეფასებასა და სტრატეგიულ მიდგომას. ქართული მხარის ოფიციალური რეაქცია მკაცრი იყო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა კატეგორიულად უარყო ბრალდებები და მათ დეზინფორმაცია და საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა უწოდა. უწყებამ ხაზი გაუსვა, რომ ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე საბაჟო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, ხოლო ყველა შეფერხება ხანმოკლე და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის იყო. ასევე კეთდება მოწოდება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავის შეკავების შესახებ. ბოლო წლის მონაცემებით ყაზბეგის გამშვები პუნქტის გავლით ორივე მიმართულებით 364,670-ზე მეტი სატვირთო მანქანა გაფორმდა. საბაჟო კონტროლის ყველა პროცედურა შესწავლების სამსახურის მკაცრი მონიტორინგის ქვეშ ხორციელდება და იმავე რეჟიმში გრძელდება. მიუხედავად იმისა, ოფიციალური პირების განცხადებების მიუხედავად საზოგადოებრივი ნდობა სრულიად აღდგენილი არ არის. მედია სივრცეში კვლავ ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, პოლიტოლოგიურ წრეებში კი საქართველოს სულ უფრო ხშირად განიხილება როგორც ინსტრუმენტი ნებაყოფლობით თუ უნებლიეთ რუსეთის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის ფარგლებში. სომხეთის ოპოზიცია საქართველოს საზღვარზე სომხური სატვირთოების შეფერხების გამო განგაშტეხს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა გარნიგ დანიელმა განაცხადა, რომ გაჩერებული გაზის ცისტერნები აფეთქების საშიშროებას ქმნის, ხოლო რიგების გამო ზარალდება არამხოლოდ გაზის იმპორტი, არამედ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიც. დანიელიანი მომხდარში სომხეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს უმოქმედობასა და საქართველოსთან გაუარესებულ ურთიერთობებში. საპასუხოდ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა 15 ივლისს განაცხადა, რომ პრობლემა მოგვარებულია და ბოლო დღეებში ქვეყანაში 187 გაზის ავტოცისტერნა შევიდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი პრობლემები საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხური კონიაკის ტრანზიტსაც შეეხო, თუმცა მოგვიანებით ერევანში განაცხადეს, რომ ვითარება დარეგულირდა. ერევნის შარლ აზნავურის მოედანზე მსოფლიოში ცნობილი შანსონიეს ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. სომხეთის ეროვნული გმირის ძეგლი გიუმრიში ჩამოისხა და 2 დღის წინ დაიდგა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ერევნის მერი ტიგრან ავინიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, სომხეთში საფრანგეთის ელჩი ოლივიე დე კონტი და შანსონიეს ვაჟი ნიკოლა აზნავური. 2026 წელს შვეიცარია ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარეობას მესამედ გადაიბარებს. ეს ხდება რთულ გეოპოლიტიკურ პერიოდში, როდესაც ეუთოს პოზიციები სამხრეთ კავკასიაში შესუსტებულია. ანალიტიკოსების შეფასებით შვეიცარიის თავმჯდომარეობა მისი ნეიტრალიტეტისა და 2014 წლის კრიზისის მართვის წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით შესაძლოა ახალ შანსად იქცეს რეგიონისათვის. მიუხედავად
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებლობები შეზღუდულია, სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგის ფარგლებში საერთაშორისო აქტორები, მათ შორის შეერთებული შტატების კონგრესი და შვეიცარიული დეპუტატები კვლავ საუბრობენ მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლებაზე. შვეიცარიის თავმჯდომარეობა შესაძლოა მინსკის ჯგუფის ფორმატის აღორძინების შესაძლებლობად იქცეს. საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე კი EUTOM შვეიცარიის ხელმძღვანელობით შეიძლება დამაბალანსებელი როლი შეასრულოს თუ იმოქმედებს სწრაფად და მიუკერძოებლად, რადგან ორგანიზაციის მანდატი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვასაც მოიცავს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთის წინააღმდეგ ახალ ბრალდებებს აყენებს. სომხური მედიის შეფასებით სამხედრო და დიპლომატიური წარმატებით გათამამებული ალიევის საკუთარი სამხედრო დანაშაულების გადაფარვას ცდილობს და საუკეთესო თავდაცვა-თავდასხმა ტაქტიკას იყენებს. კერძოდ ალიევი გეგმავს სომხეთს ასტრონომიული ვალი დააკისროს ყარაბაღის წიაღისეულის ექსპლუატაციისათვის. სომხურ მხარეში აცხადებენ, რომ ეს ბრალდება აბსურდულია, თითქოს საკუთარ მიწაზე მცხოვრებ ყარაბაღელ სომხებს დანაშაული ჩაედინოთ ადგილობრივი რესურსებით სარგებლობისათვის. ამასთან აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაქო ამ ბრალდებების გასამყარებლად სომეხის სამხედრო ტყვეებისაგან გამოძალული ჩვენებების გამოყენებას შეეცდება. თემაზე დეტალურად რეპორტაჟს ჩვენი კოლეგა სიმონ ჰოვანისიანი შემოგთავაზებთ. ბოლო თვეში ის მორიგი ვიზიტით იმყოფებოდა ოკუპირებულ არცახში, ამჯერად შუშიში, სადაც სამშენებლო სამუშაოებს ადევნებს თვალს. წინა ვიზიტის დროსაც, ფაქტობრივი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, ალიევი რაღაც აბსურდულ გათვლებებზე საუბრობდა. თითქოს სომხეთი 30 წლის განმავლობაში იყენებდა არცახის რესურსებს და აზერბაიჯანს 150 მილიარდი დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა. ეს თანხა მრავალჯერ აღემატება სომხეთის 2023 წლის მშეპეს. İşğal dövründə Ermənistan şəhər və kəndlərimizi სახელმწიფო ორგანოებისგან შემდგარმა კომისიამ თავის მუშაობაში უცხოელი ექსპერტების ჩართვითა და საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით ოკუპაციის შედეგად აზერბაიჯანისთვის მიყენებული ზარალი დაახლოებით 150 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა. აზერბაიჯანის სერიოზული სამართლებრივი პრობლემის წინაშე დადგება თუ ამ თეზის არბიტრაჟში წაიღებს. ამბობს ადამიანის უფლებათა სპეციალისტი არა ღაზარიანი. აქ, მისი თქმით, ძალიან რთულია იმის დამტკიცება, რომ რესურსი სწორედ სომხეთის მეშვეობით იქნა გამოყენებული. დამტკიცების შემთხვევაშიც კი შედეგის მიღწევა რთულია, რადგან ჯერ აზერბაიჯანმა უნდა დაამტკიცოს, თითქოს სომხეთმა არცახის ოკუპაცია მოახდინა. შემდეგ კი რომ ეს რესურსები ადამიანებმა საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენეს და არა აზერბაიჯანელების მიმართ ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო. ეს ანატაკან დატავარს რატომ ცდილობს დღეს აზერბაიჯანი ამ საკითხის მოგვარებას ამ ინდივიდუალური სასამართლო პროცესების მეშვეობით არცახის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რადგან აზერბაიჯანს აქ მტკიცებულებები არ გააჩნია, მესმის რომ ძალიან რთული იქნება საერთაშორისო სასამართლოებში იმ პირობების დამტკიცება და გადალახვა, რომლებიც მე დავასახელე, დაახლოებით 10-მდე პირობა. ამიტომ ცდილობს ამ ინდივიდუალური სასამართლო პროცესებით მიიღოს მტკიცებულებები, რაც ვფიქრობ აზერბაიჯანს არ გამოუვიდა. ჯერ კიდევ 2010 წლიდან, ღაზარიანის თქმით, ნებისმიერი ინდივიდუალური საქმით აზერბაიჯანი ცდილობდა ისრების სომხეთისკენ მიემართა. მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ ეს საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე მიიღება. իրավական առումով առավել բարդ է հիմնավորելը ზოგადად სამართლებრივი თვალსაზრისით უფრო რთულია განზრახვის სუბიექტური ნიშნის დასაბუთება ვიდრე ობიექტური ნიშნის. ობიექტური ნიშანი მხოლოდ ისაა, რომ შენი ჯარისკაცი იქ არის და მორჩა, მაგრამ სუბიექტური ნიშანი რა მიზნით არის იქ? არცახელი ამბობს, ჩვენ იქ თავს ვიცავთ, მაგრამ ჩვენ იქ ცხოვრობთ და ვცხოვრობდით, ამიტომ ეს ოკუპაცია არ არის, ხოლო სომხეთი გვეხმარებოდა, ესეც ოკუპაცია არ არის. ფაქტობრივი მტკიცებულებების არ მქონე ალიევს სურს ისინი ტყვეებისგან გამოძალული ჩვენებების მეშვეობით მიიღოს. უკვე 650 დღეზე მეტია ბაქოს ციხეებში იმყოფება არცახის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ახლა უკვე წითელი ჯვრის ვიზიტების გარეშე. მაგრამ როგორც ხედავთ, არცახის რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენებისთვის აზერბაიჯანის საერთაშორისო დონეზე სომხეთის პასუხისმგებლობას ითხოვს. და იმისთვის, რომ სომხეთის პასუხისმგებლობას მიაღწიოს, ძალიან მნიშვნელოვანია დაასაბუთოს სომხეთის ჩართულობა ექსტრატერიტორიული იურისდიქცია არცახის არაღიარებული რესპუბლიკის მიმართ და დიახ, ჩემი შეფასებით, ეს ჩვენებები ასევე გამოძალულია იმ სასამართლო პროცესებში გარკვეული ფაქტების დასასაბუთებლად.
აზერბაიჯანი არგუმენტებს გენერირებს, ამბობს ტყვეების ინტერესების წარმომადგენელი სირანუშ საჰაკიანი და დასდენს, რომ სასამართლო საქმეებიდან ჩვენამდე მხოლოდ ფრაგმენტები აღწევს აზერბაიჯანის მთავრობისთვის მომუშავე მედია საშუალებებიდან. Դրա համար մենք այս պարագայում ამიტომ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს აზერბაიჯანის იმ გამყალბებელ, სიყალბის მწარმოებელ მანქანასთან და სომხებისთვის მიწერილი სიტყვები სინამდვილეში მათ მიერ არც კი თქმულა იძულების ქვეშ. ყოველ შემთხვევაში რუბენ ვარდანიანის შემთხვევაში ეს ჩვენთვის გარკვეული. Այստեղ Ադրբեջանը կձախողվի, ես վստահ։ აქ აზერბაიჯანი დამარცხდება დარწმუნებული ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ სხვა არაფერი აქვთ, სხვა მტკიცებულებები არ აქვთ. პირიქით, მათ სურთ, რომ საერთაშორისო ტრიბუნალებში სამართლებრივი პროცესებიც კი გაჩერდეს, რადგან აზერბაიჯანს ფიქრობ ეშინია, რომ ამ პროცესების შედეგად მათი ჩადენილი დანაშაულები, საერთაშორისო დანაშაულები გამომჟღავნდება. ასე რომ, ეს უფრო რიტორიკაა, ვიდრე მართლაც ობიექტური მტკიცებულებები, რომლებმაც შეიძლება სომხეთის სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენოს სამართლებრივ პლატფორმებზე. აზერბაიჯანი ჩვენ, როგორც მშვიდობის პირობას, გვეუბნება. უკან გაიწვიეთ საერთაშორისო ინსტანციებიდან სასამართლო საქმეები. მაშინ, როდესაც თავად აგრძელებს ახალ-ახალი ბრალდებების პაკეტების შედგენას. ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინაში ომის გამო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი მე-18 პაკეტი. გადაწყვეტილება დღეს 18 ივლისს გამოაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა. მან სოციალურ ქსელზე დაწერა, რომ ეს არის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პაკეტი. კალასის ინფორმაციით, სანქციების ეხება რუსეთის ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 105 გემს დაფინანსებამდე რუსული ბანკების წვდომას მეტად შეზღუდვას გასადენების ჩრდილოეთის ნაკადების გამოყენების შემდგომ აკრძალვას და რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის შემცირებას. სანქციების მე-18 პაკეტი ეხება ჩინურ ბანკებსაც, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან უკვე არსებული სანქციებისათვის გვერდის ავლაში, დრონების წარმოებისათვის საჭირო ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას და რუსული კომპანია როსნეფტის ქარხანის ინდოეთში. ევროკომისიის ივნისის შუა რიცხვებში მზად და სანქციების მე-18 პაკეტი, რომელიც არაერთხელ დაბლოკა სლოვაკეთმა. მისი მთავრობა რუსულ გაზზე უარის სანაცვლოდ კომპენსაციას და გარანტიებს მოითხოვდა. საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის ბენჟამინ ადადის განცხადებით, ქართული ოცნების წინააღმდეგ სანქციების საკითხი როგორც ევროკავშირის, ისე წევრი ქვეყნების დონეზე განიხილება. TV პირველთან ინტერვიუში ადადიმ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ბოლო პერიოდში ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესიებზე გადავიდა. მისი თქმით, ევროკავშირი არ შეეგუება დემოკრატიული კურსიდან ამგრად გადახვევას და მზად არის შესაბამისი ზომები მიიღოს. მინისტრის განცხადებით, განხილვის მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს, მათ შორის პერსონალური სანქციები, კანდიდატის სტატუსისა და უვიზო რეჟიმის შეჩერება. ადადიმ ასევე ისაუბრა პრეზიდენტ მაკრონის პოზიციაზე და აღნიშნა, რომ მას საქართველოს ძალიან ადარდებს. მისივე თქმით, მაკრონმა დეკემბერში ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრისას მოითხოვა რეპრესიების შეწყვეტა და ინკლუზიური დიალოგის დაწყება, რომელმაც შესაძლოა ახალ არჩევნებამდე მოგვიყვანოს. ეს იყო ყველაფერი, რისი მოყოლაც გვინდოდა დღეისთვის. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.